სექტემბერის თითქმის გავიდა და კარს ნამდვილი შემოდგომა მოგვადგა. რა ლამაზია თბილისის შემოდგომა. ფოთოლგაცვენილი ხეები, ქარი, ფრინავი ცელოფნის პარკები ქუჩაში. ორმოში ჩამდგარ წყალზე არეკლილი ყავისფერ ჩაცმული, შეწუხებული ადამიანის სახეები, რომლებიც ზაფხულშიც კი იყვნენ შეწუხებულები, მაგრამ მაშინ ქუჩაში ამდენი გუბე არ იყო და არ ირეკლავდნენ. რა თქმა უნდა, ამ ყველაფერში პოზიტივის დანახვაც შეიძლება. აი მაგალითად ის, რომ დრო გადის. დღეს სექტემბერია, მერე ოქტომბერი მოვა, მერე ახალი წელი, მერე გაზაფხული, მერე ცხელი ზაფხული და მერე ისევ სექტემბერი. და მე მიხარია ყოველი დღის გასვლა, იმიტომ რომ დღეს რომ დაღამდება, ეს იმას ნიშნავს, რომ კიდევ ერთი დღით ნაკლები დარჩა ქეთისთან შერიგებამდე. იცით რატომ? იმიტომ რომ ერთ დღეს ჩვენ აუცილებლად შევრიგდებით. ხო, და კიდევ ჟურნალში ცხელფასი მალე მოვა. გახსოვთ ხო, ყოველდილით მამუკა უკვე 2 კვირის განმავლობაში რომ აღვიძებს. სამწუხაროდ ჩემ ძმას დიდარი ფანტაზია აღმოაჩნდა და ჩემი გაღვიძების საჭიროზე მეტი ვარიანტი მოიფიქრა. Რავაჟამიერო. Vale, bitte, vale. Sura გაიგოძე. Sura. ვა, ქეთი მოვიდა? ქეთი მოვიდა? ნელა. თუმცა იმ დღეს ჩვენი ამბავი სულ სხვანაირად წავიდა და წვრთნებიდან დაბრუნებულ ძალიან დაღლილ მამუკას მე დავესხი თავს. Adga mamuka! Mamuka, adga. Droze, adga. Zamanebe tavishi axwa. Voybe, sastrapos sakmia, Ragin. Chaisuntke? Chaisuntke. Kagia loqebi gavere. Kide. Adeki sastrapos sakmia, sastrapos sakmia. Nashia sakmia. Mithari qolaferi bicho. Sandaris evakuatsiis käima kamagini. Verto chema mithari qolaferi, ha. Qolaferi mithari saada rogor anaeda. Droze. Გაწყნათი სუეგ ნუგელანდება, სხვა რამე ხდება. სხვა რამე ხდება? კიდე გაიწყდა და ვაწყე ეს თორე. და მოფეთე, რა მოხდა, რა შეასაკვე და ამაკი ასეთი რაღაცა. ხო ის როგორი დაღლილი ვიყავია რა? ვიცი, მესმის, მაგრამ მაგას მე გეტყვი, დაჯექი შენ ყავა, ხო? რაღაცა ეჭვებარება რომ თულა თამოგდე და ცუეგია. სოგიორი. მაგრამ დამაცდი გეტყვი რომ მოტყილა არ გამოწევს. ვითხარი, რა შეასაკვე, რა მოხდა, რა შეასაკვე. გეტყვი, თუ დამაცდი გეტყვი. აჰა. ამკარუშე მასეთორე მეც გვაქვს. ვამჩნარე, ბრატო, ვამჩნარე. ჰა? ადამიანები როგორ ზევას ემფრინარე, არის წეგა ბაბი. მამუკა. დავიწყო. დალია ყავა. ეხლა მითხარი რაც სათქველია, თორე დავიძინებ, მაგრამ თუ არ დამეძინა, ვაი შენ წყავის მალე ამოგევა. Puchi გამხელა პირი გაქვს მამუკა არა და საქმე დავალაგე და ეს სიგნები დამჩადა ხომ არ შევინახო შევინახო
მორწმუნე გვაქვს? არა. ჩიჯიბიჯის გავაკეთებ. შენ რატო გავაკეთებ? იმიტომ რომ შენ მოგებული არ მომწონს. რამდენი დამთხევა? მე გავაკეთებ. მაგის თქვა მინდოდა რა. მეც ჩემი გაკეთებული რატო არ მოგწონს? მოიცა რა, შენი გაკეთებული ერთხელ რო ჭამე სუპი 3 დღე ცუდად ვიყავ. შუალედებში კიდე იმ 3 დღის სუპი რო არ გეჭამა, უფრო მალე მორჩებოდი რა. საერთოდ რა უნდა გააკეთო, იცი რა მის გაკეთება გიო? რა? ყველაფრის გაკეთებაც ვიცი. კაი, წამო ორივემ გავაკეთოთ და ნახოთ რომლის აჯობებს რა. წამო ჩიჟიპიჟი ძალიან გემრიელია. მე მომბეზდა ყოველ დღე საცხობში სიარული რა. ყოველ დღე საცხობში რატო დადიხარ გიო? უბდართან მაქვს სექსი. აი ხო ხედავ, მე შენ და ეს შენი ეჭვიანობა აი ამ ვიწრო სახლში ვეღარ ვეტევით. და ნუ გზარიმ რომ სახლზე გითხრა რომ კარგი სახლიაო. ხო არ გადავსულიყავით იმ სახლში, ნიკას ვთხოვდით და სესხის გამოტანაში დაგვეხმარება. მოგცემენ გიო სესხს? ჯერ ნიკას მისცემენ და მერე ჩვენ მოგცემენ სესხს. გამესაც პროცენტებზე შეთანხმდები. აბა, რა შეესახება? რა ხდება და დღეს კეთი გამოდის ჩვენთან და გამოყავს სალომე. ორი დღით ჩემთან დარჩება და მინდა რომ კარგად დავხდე, მოვემზადო. მე ერთად რომ გავატაროთ კარგად დრო. ხო, იცი რამდენი ხანია არ მინახია, ძალიან მომენატრა. თან მინდა რომ კეთის სალაპარაკო არ მივცე და მიხდეს რომ კარგი მშობელი ვარ. ვესტები რაღაცნაირად ასე მოვიდა. მაგრამ ძალიან ძნელი იქნება. ზურა როგორ მეძინა ისი? აი, სიზმარში ხედავდი რომ მეძინა. იმედებას დავაგინა და გაღვიძება და ჯერ იქ გავიღვიძე. მე რა გავიგე. აი, სულ გაუბერე შეჭემა, ხო? ზურა, აი დღეს რომ მოვა აქ სალომე და მამას რო ვერ ნახავს და რომ მეკითხავს სად არისო და რომ ეთქვიან რომ შეჭემამ გადაიყოლაო. აი მე ნახავში. მაგასაც ვერ ნახავ. მითხარი ხა როგორ ეზადე რას აკეთებ? რა უნდა დაახვედრო ბავშვს? რა უნდა დავახვედრო და ის საფცვალ ფეხები. დამანებეთ ამას. საფს დავალაგებ, მე თავის საყვარელ ნამცხვარს გამოუცხობ, მე სასეირნოდ წავალ. მამუკა გახსოვს, პატარები რო იყვნენ, როგორ დაკვავდა ჩვენ სასეირნოდ. მე ესე ძალიან კარგად მახსოვს. ბავშვმა სამ-სამზე სიარული რო ისალა, იმიტომ რომ სახში ყველაფერი იატაკზე ვიყარათ. ეს როგორ გამიხარდა? 3 კვირაა ბაბუამისის გამო არ მინახია რა. კეთიმ რომ დამირეკა და მითხრა 2 დღით ბავშვს გამოგიყვანო, მართლა ძალიან გამიხარდა. დიდი ხანი ერთდროულად გაოცებული და გახარებული ვიყავი. აი დაახლოებით 100. პომიდორი სად არის? პომიდორი და კვერცხი ერთი პორციისთვის არის და შენ სხვა რამით გააკეთე რა ჩიჯიბიჯი. მაშასე მე დავიწყებ და მე ავიღე პომიდორი და გავრეცხე პომიდორი. და ავიღოთ გარეცხილი პომიდორი. და შეუდგეთ საქმეს. დაუნა წარმოედგინე რა მაგარი იქნება რა. ოთახებსაც გამოიცვლით, სახლსაც გამოიცვლით, კარებებსაც გამოიცვლით, ფანჯრებსაც, ტურნიკეტს ხო არ გამოგვეცვალა. ისე კერძი სახლი რო ვიყიდოთ არ ჯობია. სახლზე რომელზეც ვლაპარაკობ ის საჯაროა? უნდაეუბნები ეზოიან სახლზე. ეზოიანი სახლის ფული ჯერ არ გვაქვს. აბა როდის გვექნება რა? აღარ შემიძლია ეს ლამაზი მეზობლები რა. და ამ სესხის ფულით რო ძვირფას მანქანას ვიყიდით და სახლის ფული რო აღარ დაგვრჩება ეზოიანის მერე. ეზო რადგინა ნუგზარმა გითხრა რომ ამ სახლს შვენიერი დიდი აივანი ქონია. შენ აივანზე რო გახვალხოლდნენ მთელი თბილისის გოგოები შენ ხელის გულზე იქნებიან და მე რო გარეთ გავალ აღარ ინერვიულებ. ერთი პრობლემა გვაქვს. შენი დასარჩენი ადგილი არ არის. რატო? რა? რა კაცო, სალომე დაძება, სათულზე მე დავძები აქ. გაიგე რა გამოვიდა რა? შენი დასაწოლი ადგილი არა. ბიჭო, რაღაც ეს ხელი მწისკრის ხვეცი შენ. ეს ხარი.
ინფექცია ხო არ შემეწამი რა. მე რატომ არ ჩილობ? მიდი ექიმთან და იგი იქნება. ზურა, თუ გინდა იმ შენ წიგს მე დავსვარ და ოღონდ ექიმთან არ გამჩნდა. არ წავალ რა. კარგი, მამუკა, რა გჭირს? ეგ დიდი ტანკი შენსკენ რომ მოდის, იმის არ გეშინია და ნემსის გეშინია. ბიჭო, დიდი ტანკი რომ მოდის შენსკენ ახლა რაღაცა ტანკია ბიჭო, ეს კი ნემსი. ამის შეტანებას არ შეიძლება. კარგი. მიდი და მიხედე. ინფექცია არ შეგეჭრას. კი არა და არ გაგიგიზიანდეს. რა ვიცი მე ტალახში, ტყეში შეიძლება შეგეჭრა უკვე ინფექცია. მე რა შევ? ინფექცია თუ შემეჭრა, ესეც ამ სახლიდან, იმ დღიდან კი არა. კარგი, თუ არ მიხედა, ვიცი როგორ მიესალმები შენს უფროს? ჯერ მიესალმები ესე, მერე ესე, მერე ესე და მერე ესე. ერთი. ბიჭო, მე რა მომახტე, ესკენია. შენ აქენი ციგნზე. მე რა ვქენი წელს. ხო, დღეს ადღია? შაბათი. უშე კი 2 ნახევარი კიდე მაქვს. სანამ წიგს დავამთავრებ. გამი გააქვს, მაინც მოფიქრებული. კი. გუშინ მთელი გამი მაღაზია ვიფიქრე და მაქვს. მართლა? კი. დავა. 2 კაი ტყუილი მაქვს რედაქტორისთვის. არა, შენ აი ჩემი ხელი გაგლია, ჩემი ხელი. რომ წიწკნის ბიჭო ეს. მესამე რა თქვი შენზე რაო? რა დღეა დღესო? შაბათი. და სალომე უნდა მოვიდეს შაბათს, ხო? ხო, რა იყო? მას ახლა გამაგებინე. სალომე დღეს უნდა მოვიდეს თუ შაბათს უნდა მოვიდეს? მამუკა, ეგ ორივე ერთი და იგივეა. ერთი და იგივე როგორ არის ბიჭო? დღეს შაბათი კი არა, დღეს პარასკევია, შეიდიოტო. მე ჩხები და ხუთშაბათს დაბრუნდი გუშინ. მე მიეხლა რაკენი? რა? რა და ის რაც სალომეს სამსამდე ვერ დააჩვიეთ. კუკუნები ხო? მოიცა პარასკევია მართლა დღეს? ხო, პარასკევია, მართალია ეს წიგნის მაგრამ შენ მაინც გიყო. არა, მე თვითონ. მედება. 1 უხარესად ბოლომდე. 1 ეგრე. 2 ჩემი მზად არის. ჩემიც მზად არის. მე მორჩი. მეც მორჩი. ჩემმა მიიწვა. ჩემიც ცოტა მიიწვა. მოდი იცი რა ვქნათ. შენ ჩემი გამზადებული საჭმელი შეჭამენ და მე შენ საშევჭამ გინდა? რა არის ეს გიო ძალიან მლაშეა. ფუფ. მარილი არა გვაქვს. რა გაგვექნება ხა რაც მარილი იყო შენ გიქნია სულ. წამოდი საცხობში წავიდეთ, კარგი კუბდარი ვიცი. კუბდარი არ გამაგონო გიო. კაი. სამწუხაროდ ვერც მეორე დღეს ვაცადე მამუკას ძილი. რა ვქნა უკვე მართლა შაბათი იყო და სალომეც მართლა მოყავდა ქეთის. დიდი ხანი ვფიქრობდი ამჯერად როგორ გამეგვიძებინა მამუკა. სხვათა შორის მეც საკმაოდ ნაყოფიერი ფანტაზიის უნარი აღმომაჩნდა და რამოდენიმე ვარიანტი მომაფიქრდა. ადგა ფექსე. თუმცა რა ვქნა, ესე ვერ გავწირე და ისევ ტრადიციული მეთოდით ვცადე მისი ლოგინიდან აყენება. მეძახით და ჯექი მოდი. არა მანდ არ დაჭდე. არც მათ. აი აქ და ჯექი. არა, ვიყოს ვიდგები, მიყვარს დგომა. რაზე მეძახით, ქალბატონო ლელა? ეხლა ეს ქალბატონო ლელა არ გამაგონო. უბრალოდ ჩინაურად დამელაპარაკე. კარგით, ლელა დეიდა. შენთვის შეიძლება უბრალოდ ციცკნაც ვიყო. კარგით, ციცკნა დეიდა.
მოკლედ ეხლა საქმეზე გადავიდეთ. საქმე გაიარა. საქმე. ეხლა შემისმინე. როგორც ცნობილია, უკვე საკრედიტო ექსპერტის ადგილი განთავისუფლებულია. შენმა დიდმა პასუხისმგებლობამ, დიდმა ნიჭმა გადამეწყვეტინა, რომ თანამდებობაზე დაგნიშნო. აუ გიო ძალიან მომწონს ეს სახლი, გადავიდე და შენ? ეს მომწონს და ვიყიდოთ. კი, და გიხვეწები რა ვიყიდოთ, რა გიო, უკვე წარმოვიდგინე როგორ ვცხოვრობ და მე შენ. ჩვენი შვილები გიო, მე იმათი შვილები და იმათი შვილები, ყველა ერთად ვარ გიო. თამუნა, რატო ამოგხვადე ამდენ ადამიანს სულ ამ სიუცხოვეში? და იმათი შვილები აქ როგორ გაუნა დაეტივნენ? ეგენი წყნეთში, კერძო სახში, მე რეგეთყვი. აუ გიო. რაიო. გინდა გითხრა სიმართლე ეს სახლი ყველაზე მეტად რატომ მომეწონა? ვიცი თამუნა, რატომ ამოწონა? იმიტომ რომ ახალი აშენებული корпуსია, ნაკლები მეზობლები არიან და საეჩვენოს ნაკლები გეკითხება. არა გიო, უბრალოდ უბანი მომეწონა ძალიან. აუ ისე მე რატო არ მიფიქრია? გონი გიბერდება გიო ცოლი. აი მასე ნახე რა ხედია. თელი ქალაქი ჩანს რა. ჰა? იცი რა მაინტერესებს? ჩვენი ქალაქის შემთხვევაში კარგია თუ ცუდი? აი რა ჭირს ჩვენს დედაქალაქს შენი დასაცინი მითხარი. სეცესე. მარჩა, ყველაფერი იდეალურადაა. ხმაბე. ჩემი გოგო. მე გონი დღეს მე სხვანაირად უნდა მივესალმოთ ერთმანეთს. არა და მეც ეგრე ვაპირებდი მასალმებს. არა, ერთს კიდე გავუძლებ. მოდი. აბა როგორ ხარ? კარგად, ძალიან მომენადი. მეც, მოდი. ეს ჩვენი შვილია, სალომე. სალომე საუკეთესო ბავშვია მთელს დედამიწაზე. ამას იმიტომ კი არ ვამბობ, რომ მამამისი ვარ. მართლა საუკეთესოა. თუ იმიტომ ვამბობ, რომ მამამისი ვარ? არა, მართლა ასეა. ის ისეთი საყვარელი და კარგია, რომ ხანდახან ჩემი ცოლის მშობლებთან ერთად მეც მეპარება ეჭვი, რომ ჩემი შვილია. რატომ შმენიკობიცია შემხდა? მართლა? ბრაო. რა და ხფშ. აო? ეძინა და ხრენაო. ხო, ეს ორი დღეა ვიღაც აღვიძებს დილით და ეთყობა ვერ დაიცინა. ამოვაგე შენ ტრანსფერები და ლამაზად დააწყო. მამა ორი დღე აქ ვიცი. ვიცი, ჩემო სიხარულო. ვიცი. მიდი ამოვარდი. ზურა. რაც მთავარია, საუზმე არ უნდა გადააცილო. ტკბილი არ უნდა აჭამო ბევრი. ძილის წინ კბილები უნდა გაიხეხოს. ღამე გვიან არ დააძინო და ტელევიზორში სისულელები არ აყურებინო. დაიმახსოვრე? იცი რა, მე მგონი მე კი არა შენ გაქვს მეხსიერებაზე პრობლემა. ვითომ დაიმახსოვრე, რომ ესეთ რაღაცებს ვერ ვიმახსოვრე. ხოდა თუ ვერ იმახსოვრებ, მაშინ ბავშვი აქ არ დარჯება. სალომე, წავედი. არა, ამოლაგდი, ვიხუმრე. ძალიან კარგი, ხოდა რაც თავი, მოდი ახლა. ახსოვს რომ გეუბნებოდი შეყვარებული ყავს, თქო? ხო, მართლა ყავს? ხო. რა დროს ამის შეყვარებულია? მოკლედ, ის ბიჭებადი შევა მე-12 კლასელების წვეულებაზე. ხოდა არ მინდა რომ წავიდეს დალევენ და რაღაცეები. და შენ რას ფიქრობ? მართლა შეყვარებული ყავს? ხო, ზურა გაიზარდა, უკვე 13 წლის არის. ხოდა მეც მაგას ვამბობ, გავიზარდე უკვე 13 წლის ვარ. მითხარ რომ არ წახვალ, თქო? შენ ამიშობ, მამა გამიშვებს. ხო, მამა, ხო გამიშვებ. არ ვიცი. აუ, რა საშინელი ცხოვრება მაქვს. მშობლები გაშორებულები არიან, თაც არსად არ მიშვებენ. არა, არ მითხრა რომ ეხა ამაზე წამოეგები. ხო, წავიდეს რა. Yes, ყველაზე კარგი მამა ხარ მსოფლიოში. მამა უფრო გიყვარს თუ დედა? მამა უფრო გიყვარს თუ დედა? მამა. გაგიშვებ ოღონდ ერთი პირობით. რა პირობ? 4 საათზე აქ იქნება.
კარგი. შედავ როგორ მიჯერებს? ხედა? აბა, გაოცებული ვარ. მაგრამ უკვე რო 5:09-ია. რა? მომატყუე? არა, მე მეგონა ღამის 4 საათზე მეუბნებოდი. არა, ხედავ რა დღეშია. იმ დღესაც ესე გაუშვი, იმდენი მანერვიულა, შუაღამეზე მობრძანდა სახში. და საერთოდ ვიცით ის ბიჭი ვინ არის? მოიცა. იცის როგორ გაჩნდა? არა. მაშინ გაუშვათ. რა? მე-12 კლასელების შეხვედრაზე წარმოგიდგენია რა მოხდება? დალევენ და ერთი ამბავი და სალომე. შენ ჯერ ეგეთი რაღაცებისთვის ძალიან პატარა. დედა, აი საერთოდაც რომ არ დავლებ. დავჯდებით წიგნებზე, ბუნებაზე და ფილმებზე ვილაპარაკებთ. ხო, იმის გეუბნებით ისე გაგონებაც კიდათ. არა, ხედავ რა გაეშმაკებულია. მოკლედ, არსად არ მიდიხარ, შევთანხმდით რა. შევთანხმდით. ძალიან კარგი, მოკლედ, წავედი ხო მე სამსახურში მაგვიანდება. ჭკვიანად მოიქეცით, გაიგე? მე მაკოცე. არ გავიბუდები. მოკლედ, სახლიც მოგწონს. გადავწყვიტე, აივანის კარგია. აუ ხო. და ჩემი გემოვნებით მოვაწყობ ამ სახლს. არა, შენი გემოვნებით ძალიან ძვირი დაგვიჯდება და ჩემი გემოვნებით გავაკეთოთ, ხო? მოიცა, ჩემი გემოვნებით ძვირი რატო დაგვიჯდება? იმიტომ რომ შენი გემოვნებით რო გავაკეთოთ, მე მაინც ჩემ გემოვნებაზე უნდა გადავაკეთო და არ ჯობია თავიდან რა ჩემი გემოვნებით გავაკეთო. კარგი, შენ თალაპარაკს აზრი არ აქვს. ოღონდ ერთ რამაზე შევთანხმდეთ. შემოსასვლელს ვტოვებთ ესე ძველებურად, იმიტომ რომ შენ ნათესავები რომ მოვლენ. თქვენ რომ რა ღარიბები არიან, რა ღატაკები არიან და მალე წავიდნენ. ცოტა შორის ჩემები მოდიან მაინც რა და შენები გირეკავენ ფული მასეც გავა. ნახე რა კარგად გითხარი. ხო და ამიტომ აი გავაკეთებ თაროებს და ის ლამაზი თეფშები რომ აქვს იმას დავალაგებ აქ. რა? აი ეს ადგილი მე მომეწონა და ჩემი საგვარეულო ხე უნდა გავკიდო მან. მაღლა მთელ სიგრძეზე სასმლის თაროები უნდა გავაკეთო. დაიმახსოვრე. ჯერ ერთი იმდენი სურათი გიკიდია რომ ეგ საგვარეულო ხე კი არა უკვე ტყეა გი. მეურეც ერთი ძალიან მაინტერესებს რომელ სასმელებს დაალაგებ. ჩემი კოლექციის სასმელები როა იმას? ნახევარ ბოთლზე მეტი ცხოვრებაში რო არ შეგიგროვებია იმათ, ხო? ეგონ დაწვრილმანდებით. მე რაც თქვი ის არის, მოაცილე ეგ შენი ლამაზ-ლამაზი თეფშები, თორე დაგიმსხვრია სულ ყველა. ვაიმე გიო. რა? ჩვენი პირველი ჩხუბი ჩვენ ახალ სახლში. ჩავახუტე რა გეხვეწე. მოდი. აქ გავაკეთებ კარადას. აქ. სანამდებობაზე დაგნიშნო. მადლობთ. ეს ბევრს ნიშნავს ჩემთვის ძალიან და დარწმუნებული ვარ თქვენს იმედებს გავამართლებ. მეც დარწმუნებული ვარ. და როდიდან? შენ შეგიძლია ეხლავე დაიწყო დაწინაურებაზე ფიქრი. იცით, დაფიქრდები. შენ თუ აქ არ შეგიძლია ბოლომდე პასუხი გამცე? მაშინ შეგიძლია ჩემთან დეტალებზე ვილაპარაკოთ და გავარკვიოთ. ნიკას ენაზე რომ გადავთარგმნოთ, უფროსმა ახლა მას უთხრა, მგონი საიდანღაც მეცნობიო. დავფიქრდები და პასუხს გაგაგებინებთ. ნიკას ძალიან არ უნდა ამ ქალთან ურთიერთობის დაჭერა. თან სულ იმას ყვებოდა, ბანკში ეგეთი შემაწუხებელი არავინ არისო. წინასწარ გეტყვით, რომ ნიკა უფროსის სახლში აუცილებლად აღმოჩნდება. ეწყინა. მე შენ საუკეთესო მეგობარი იყავი და გამიშვებდი. რა ვქნა პატარა მაპატიე რა. შენ დედასავით ხარ. მე კიდე მეგონა რა შენ უფრო საყვარელი იყავი. აჰა. ჩემ სუსტ წერტილსაც მიაგნო. შენ ძალიან პატარა ხარ რომ მივხვდე რომ ჩემი დაყოლიება ესე ათულად შეიძლება. მე კიდე ისე მიხარო და შენთან რომ მოვდიოდი. ვერ გაიგე დედამ რა თქვა. ვერა. ვერც მე. რა? ხო, გიშვება. რა მაგარი? ოღონდ ერთი პირობით. რა პირობით? დედას არაფერს არ ეტყვი. პირდები. მაჩენე. ისე რომ მოვდიოდი, ბაბუ მომთხე გუოჭოლი გაგიშვებსო.
ხარ? და ვითომ რატო? რა ვიცი, მაგან თავის ცოლი გაუშვა 25 ჯერ და რაღაც. რა იუმორი აქვს ბაბუა შენს? ჰა. ისერეში ვერვერელი. ისე იმას ზუსტად ეგეთი სახე ქონდა შენ დამოკითხოს რომ აბარებდა. კარგი მოგჭეთ ბაბუა აღარ მინდა. მოდი ვჭამოთ. შენი საყვარელი ლოტები კიდე? ხო, შენი საყვარელი ზე. ალბათ უკვე 5 წელია ეს აღარ მიჭამია. მართლა? ხო. მე რა 5 წლის თავზე ხრამუ მაგარია მოდი. ჩემთან ბევრი მოვიდა. ხო. აი ხლა შენ მომიყევი ვინ არის ის ბავშვი? ვინ ბავშვი? ვინ და ის? შენი შეყვარებული. ვინ და შენი შეყვარებული? ბავშვი კი არა, დიდია, მე კლასელია. უი, ბოდიში. მამა, აბას ვინ არის? არ გავუშვებ, დიდი ბიჭები იქნებიან და ვინ იცის რა მოხდება? კეთი. კარგია, ეს ვინ არის? აქ მოთრეული არ ვნახო, ეგ ნაძირალა. ბაბუა. აუ რომ ხასახი გვექნება აი მოთახიდან რომ გამოუყვები ხოლმე მტვერსასრუტით და დარალი თქვენი კარის მეზობელი ვარ. გავიგებ ვინაც რომ ყიდულობ და აქეთ გადმოვედი. თქვენი სახელი? მაიკო, მე თამუნა და როგორი კაცები მოგწონთ? რა? კარგი, რა თამუნა, რამდენჯერ უნდა გამოგიყვანო უხერხული სიტუაციიდან? და თქვენი სახელი? მაიკო, მე თამუნა და რაღაც უნდა მეკითხა და დამავწყდა. ახო, მე და ჩემი ხმის ჯერჯერობით ვათვალიერებთ და თქვენ რას გვეტყვით? როგორი კორპუსია, როგორი უბანია? რა ვიცი, უბანი კარგია. კორპუს რაც შეეხება ჯერ ახალაშენებულია და ამიტომ ძალიან ცოტა მაცხოვრებელი. ხო, აი კაია. ისე გამიხარდა რომ გავდი ახალგაზრდა წელეტებულობს ამ ვინას რომ მაშინვე აქეთ გამოვქანდი. აი მე რა კარგია თქვენაერი კარის მეზობელი როგორ ყოლება, ხო? ძალიან კარგი. მე ძალიან გამიხარდა. ხო, თუ ეს ბინა ვიყიდეთ, ძალიან კარგი მეზობლები ვიქნებით. არც ჩვენი ხმაური შეგაწუხებთ, არც დამწრის სუნი. ჩემ ტაფებს არ ჭირდება ზეთი. თამუნა. გიო, სტუმარი ყავს მაიკო, მოდი გაიცანი. არა, არაფერი მოგჩვენებიათ. გიო და მაიკო მართლა ძალიან დაიბნენ ერთმანეთის დანახვისას. მიზეზი კი სულ მარტივია. მაიკო არის გოგო, რომელთანაც გიორგი მცოლს 3 წლის წინ უალატა. გიორგის თამუნასთვის ეს ამბავი არ დაუმალია, თუმცა თამუნას წარმოდგენა არ აქვს, როგორ გამოიყურება მაიკო. კაი, გიო, რას ნერვიულობ, მოდი. ისეთი საყვარელი გოგოა, ხა ამაზე როგორ ვიეჭვიანე? გამარჯობა. გვეყოფა. მაიკო, ცეკვალ? იცი მე მოცეკვავება. ხო და იცი რა ვიფიქრე? აქედან ესე რომ გავარემოთ სასწრაფო, რომ დაუყვებით ეს ერთად. როგორც გახსოვთ, კარგი მამის როლი ძალიან კარგად მოვირგე და შვილს უარი ვერ უთხარი შეყვარებული სვეულებაზე წასულიყო ქეთის პოზიციის მიუხედავ. ისე მიდიხარ? ეს რა არის? რამე მოიცით ორი შეგწირდება. არ მინდა საერთოდ არცივა. არა, ესე ვერ გაგიშვებ. რამე მოიცი? სხვა რა. აქვს არაფერი. შედი, გამოიცვალე. მამა. მამას გოგო. ძალიან კარგია, ლამაზია ეს თეთრ გავისწოროთ და თიალდი. მე ჩემი პრინცესა. ესე იგი, არავის არ ელაპარაკები? დასალებს არ სვავ. არც ეკვავ. და მოკლედ მალე მოდიხარ სახლში. როგორც გინდა ისე გაერთე. თითოთი? ხო? რა? არ მესმის, ხო? კარგი.
წავედი მამიკა. ხო, მალე მოდი. ხო, შენ არა გას. ცოტა კი მეშინოდა, მაგრამ საბოლოო ჯამში მაინც კმაყოფილი ვიყავი ჩემი გადაწყვეტილებით. იმიტომ რომ მშობლების შეჯიბრში, რომელიც ჩემსა და ქეთის შორის მუდმივად მიმდინარეობს, ერთი ქულა ჩავიწერე ჩემს სასარგებლოდ. თუმცა ჩემი საქციელი მალევე სასტიკად ვინანე. ნუ ალბათ მუსიკა აწეული და არ ესმის. ცოტა მოგვიანებით დაურეკავ. ჩემმა ნერვიულობამ პიქს რომ მიაღწია, ვეღარ გავძელი და ქეთის დაურეკე. ალო? ქეთი? რაღაც უნდა გითხრა. ქეთის სიმართლე უთხარი და რა თქმა უნდა თვითონაც მითხრა სიმართლე, იმასთან დაკავშირებით თუ რა ვარ. მე სალომეს მეგობარს დაურეკე და აი მე ნიაკო, წამოდი. ნიაკო, რა ხდება? თქვენ სალომეთ ახალ მოურავთ. დიახ, გითხარით აბა რა ხდება? დამშვიდით, სანერვიულო არაფერია. თქვენ ქალიშვილს ჩვეულებრივი ალკოჰოლური ინტოქსიკაცია აქვს, რის შედეგადაც გონება დაკარგა. ეხლა გადასხმას უკეთებ და ცოტა ხანში უკეთ იქნება. სილი. მალე ვნახავთ. რამდენიმე საათში აქ დაელოდეთ და დაგიძახეთ. მადლობა. გაიგე რა თქვა, ალკოჰოლური ინტოქსიკაცია აქვს. როგორ არ უხდება ამ ფრაზას თქვენი ქალიშვილი? ხო ვიცოდი რომ წამოვიდოდი, მაინც გადაგაფიქრებინებ და შენს დებილივით გაუშვებდი. ესე იგი გამოდის რომ მე კი არ გამიშვია, შენ გაუშვი, იმიტომ რომ წინასწარ იცოდი რაც მოხდა. ხო კარგი რა, ხო შევთანხმდით რომ არ გაუშვებდით და მასე საქართველოს რუსეთით შეთანხმდა, მაგრამ აი მაგაზეც მეშლება ნერვები რა. არ ყოფ რომ ყველაფერს პირიქით აკეთებ. მაშინ გეთქვა რომ გაუშვიო და არ გაუშვებდი. შენ იცინე და მართლა ეგრე იზამდი. იცი რის იბერია ეს ყველაფერი? ბავშვი რომ გამოკავდა ჩემთან იშვიათად. ო ეგ რაშუაშია. რაშუაშია და ხშირად რო ყოფილიყო მიეჩეოდა საცმლის დალევას და ეხლა ცუდად არ იქნებოდა. აი სახუმარო სიტუაცია გვაქვს ზუსტად. კარგი, ხო, ვაღიარებ რომ ცუდად მოვიქეცი. ვაღიარებ, მაგრამ იცი რა, იშვიათად მახულობდი ბავშვს და მეგონა რომ დავანახებ რომ კარგი მშობელი ვარ ხო? ვიცი. ხო და მეორეჯერ ისე მოიქეცი როგორც ბავშვისთვის იქნება უკეთესი და არა როგორც შენთვის. გაიგე? გავიგე. საწყალე და რა დღეში იქნებოდა? არა, იმდენ ხალხში რაღა მაინდა-მაინც ის გახდა ცუდად. ან ეს გამختارიყო. გამარჯობოთ ბავშვი. ქეთი დეიდა, ეს სალომეს მობილური. ნიაკო ძალიან მთრალი იყო. კი, ძალიან. არა, რა ის დაალევინებდა. ის დაალევინებდა. შეყარებულიო თუ ვიღაცა. არა, მოკლავი, ნუ ბედოს მოკლავ. სად არის? რატო არ არის? სად არის? არ ვიცი, არ მოსულა ჯერ. არ მოსულა. არც მობძანდა ბიჭი რა. არც მოვიდა. არა, ამდენი ბიჭებიდან რაღა მაინდა-მაინც ის იდიოტი არჩია. რა ვიცი, ალბათ მაგაში მე და მე მსგავსა. არ არის ცუდი ბიჭი. ნუ იცავ შულო შენ მაგას? ნუ იცავ. მომეცი ტელეფონი უნდა დაურეკო და ჭკუა უნდა ვასწავლო. კარგი რა, შენ გაფუჭებულ საქმეს სხვას მოაბრალებ რა. მომეცი ჭკუა უნდა ვასწავლო. როგორ უნდა ჩემი შვილის დალევა მერე კიდე მიგდება. ნახე, მესიჯობა ყვარებია ბიჭს. გამარჯობა შეყვარებულო. გამარჯობათ. არ მინდოდა ყველაფერი ასე მომხდარიყო. ყველაფერი კარგად იყო, კარგად ვერთობოდით და მე უცებ ცუდად გახდა. ბევრი მართლა არ დაუნევია, უბრალოდ არაყი იყო ეთყობა ცუდად და იმან გახარა ცუდი. რატომ დაალევინე ცუდი არაყი? გამოგეტანებინათ ფული და კარგად ახს დავალებინათ. არ ვიცი ამას რა. კარგი განებე, ბავშვია. ბავშვია, მე-11 კლასელია უკვე. საოპერაციო მომზადეთ, სერიოზულ ოპერაციას ვაპირებთ. აბა. მოგოცი გალიო. არ ვიცი, ესეთი ალბათ არის. მამუკა. მამუკა, უკაცრავად. რა მამუკა, გაიძიეთ, რა მამუკა. პაციენტი უმძიმეს მდგომარეობაშია, სასწრაფო ოპერაციას ვაპირებთ. კისტა აქვს აკვერცხელი. კისტა.
რა ტისტა, რა ოპერაცია, კაცია ეს, კაცი. ეს კაცია? უი. კაცი ყოფილა. მოგითხარი ქალთან ვართ გამოძახებას. მამუკა გაიგვიძე. გაიგვიძე მამუკა. მამუკა გაიგვიძე? ზურა. ზურა ვარ, ზურა. მამუკა. სადაო? დავშვიდით. სადაო? დავიდა, საბაკოფოში. რა, საბაკოფოში დავიდა, ადამიანი. დავიდა თელეგრამში. აიმე. გეშინია ხელს არ გახდებენ, მაგრამ გეშინია. აქ რა გინდა? რა ვიცი, მე გავიდა, აქ რა ვიცი, მე გავიდა. გამაღვიძებს ხარ ფორმანტოი. ამის მერე კი მანქანა საავადმყოფოს მიმღებში მისულა, საიდანაც მამუკა რაღაცნაირად ამ ორი ექიმის ხელში აღმოჩნდა. გამოჯანმრთელებას გისურვებთ. მადლობა. კურიოზია რა. კურიოზია, გამოჩეკა. ეს ის თამაზია შეიძლება ნერსებს ჩოლთან. თქვენ რატომ მოხვედით? ჩემს ანახავთ მოხვედით რა? რატომ მოვედი და შენი საყვარელი ძმის შვილი ალკოჰოლური ინტოქსიკაციით წევს და გადასხმას უკეთებენ. თავისი შეყვარებულის წვეულებაზე წავიდა გოგო და დალია და აი ცუდად გახდა. სხვათა შორის ზურამ გაუშვა. ზურა. სხვათა შორის აი ამან დაალებინა. ეს არის ხო შეყვარებული. ხელი? გამარჯობა. გამარჯობა. რამდენი წელი ხარ? 16-ის? დიახ. ღელტეფიანი ხომ არა ხარ? ძალიან კარგი. და ორ წელიწადში ჩემთან მოხდებოდა იქ მოგელაპარაკები. წადი ხარ. დროზე. ნახოთ. წადი, მიდი, წადი. წადი. კარგად წადი. წადი, მიდი, წადი. შენ რა შეგეშინდი შული? როიცოდე. ჯერ ჩვენ არ დაგვიმთავრებია. დაინახე როგორ, ჰა? ცოტა გიწიწნის ეს ხელი, მაგრამ ისო ჩამოვართვი ხელი. ისე მაგრად ერთი ორი კვირა სალომეს მეშიც ვეღარ მიწევს. ისე რაკჭით ხალხო ერთხელ დამეძინა და რა არის ამბები დაგეტრიალებიათ რა არის ეს მაგრამ. ისე რა გეგონათ გიორგის როცა ანათრუნებდნენ ბავშვს. აბა რა იქნებოდა? მეორედ გავწადეთ ოპერაციებზე. მეორედ? გამზადეთ, ჟუჟუნა გააფრთხა, ჰა? შენ რა ამას აქ რა უნდა? ეხლა არ მითხრა ესეც ტყუილა მოკავსო. აი ჩავზე რა ხსე? ამი აი ხო ვამბობდი, ნიკა უფროსთან სახში მაინც აღმოჩნდება თქო. მართალი გამოვდექი. ნიკას თურმე ბოლომდე ეგონა რომ დიდი პასუხისგებლობის გრძნობის გამოაწინაურებდნენ და ამიტომ ავიდა მასთან სახლში, მაგრამ მოულოდნელად თურმე სიტუაცია შეიცვალა და უფროსმა ნიკას შამპანიურის გახსნა მოთხოვა. საწყალს თავის დასახსნელად ვერაფერი მოუფიქრებია, მაგრამ მოულოდნელად ბედმა გაუღიმა და თვალში შამპანიურის თავსახური მოიწყა. თვალში მოვირთხი რა. ამისთანაც რას გავდა ის კარი? თვალში შამპანურის ბოთლი რომ მოიწყა. მეორე კურიოზია რა. ამინა და სალომეს ალკოჰოლური ინტოქსიკაცია აქვს და აქ ხარი რა. მართლა? რა გეგონათ ისე გიორგის რო ანათლინებდით აბა? სირცხვილი ცად უნდა მოყვეთ ეს ამბავი. ვარსად არ უნდა მოყვეთ. აბა მომავალ შეხვედრამდე. კარგად დადებოდეთ. ვაიმე. დედა. აქ რა გინდათ ბავშვებო? ეს დედა ჩემია. როგორც ხედავთ, დედა ასაკის მიუხედავად ძალიან კარგად გამოიყურება. დედა მზრუნველი ქალია, ის ზრუნავს ყველაფერს, დაწყებული თავის შვილებიდან დამთავრებული თავის გარეგნობამდე. მოიცა რას გვეკავა, რა დროს დედა ჩემის აღწერა, აქ რას აკეთებს, რა უნდა საავადმყოფოში? რა? თან ონკოლოგის კაბინეტში? საშინელი დღე. ჯერ სალომეს ამბავი, მერე დედა, რომელიც ჯერ კიდევ ვერ გავარკვიეთ რისთვის იყო კლინიკაში მისული.
ცოტა ხანში სალომე საავადმყოფოდან წამოვიყვანეთ და ჩემთან მოვედით. ცხოვრებაში პირველად ვიყავი ქეთის მამის მადლიერი. სალომეს ასეთ მდგომარეობაში ბაბუას ვერ ანახებდი. ვიცით. პირი მიშრება. ეგეც ვიცით. თაუბრობს მე ხო? ვიცით. ნუ გეშინია. ჟავიკეთე თუ მოგინდება ან მინერალური მაცივარშია და ან სხვა მოგინდება, მაგასაც ეგრევე გაგიჩენ. აჰა. ხოგიო არ მცალია. სალომეა ცუდად ალკოჰოლური ინტოქსიკაცია აქვს და არა, ეხლა სახში ყავს. ხო, საავადმყოფოში ყავდა და რა გიხარ? რა ნათლული მოგესწრო, სულელი ხარ? კარგი, დამანდები თავი, კაი. ნათლია შენმა ვამაყობ შენითო. ეგ უნდა ახლა კიდე ამას. ხო. რა კარგია რომ ერთად ვართ. და მამა პატიეს რო განერვიულეთ, მეც აღარ ვისევი მართლა. მეგული მერევა. იმ დღეს მთელი ოჯახი ერთად დარჩით ჩემთან.